მოგესალმებით. მიმდინარე ვიდეო განხილვაში გთავაზობთ 5 ტესტურ დავალებას, რომელიც შედგენილი არის ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონიდან და აღნიშნული ტესტურ დავალებებზე მუშაობა გამოგადგებად გამოსდების მომზადების პროცესში, რომელთა პროგრამითაც განსაზღვრული იქნება აღნიშნული კანონი. ერთ-ერთი ასეთი არის თქვენ კარგად მოგეხსენებათ პროკურატურის მისაღები გამოცდები, სადაც გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში ასევე შეხვდებით აღნიშნულ კანონს. დავიწყოთ პირველ ტესტურ დავალებაზე მუშაობა ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით რა სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება პირის გამოკითხვასა და მის შედეგად შედგენილ დოკუმენტზე და აქედან გამომდინარე რა წესით მოქმედებს ოპერატიული მუშაკი. A ვარიანტია გამოკითხვა სავალდებულოა, პირს აფრთხილებენ ცრუჩვენების მიცემისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და ოქს გასაცნობა წარუდგენენ მას. B ვარიანტია გამოკითხვა ნებაყოფლობითია, პირს აფრთხილებენ მხოლოდ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხისმგებლობის შესახებ და პატაკი გასაცნობა წარედგინება გამოკითხულ პირს. G ვარიანტია გამოკითხვა სავალდებულოა, პირს არ აფრთხილებენ პასუხისმგებლობის შესახებ, ხოლო ოპერატიული მუშაკი ადგენს ოქს, რომელიც გასაცნობა წარედგინება პირს. და D ვარიანტია გამოკითხვა ნებაყოფლობითია, გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუჩვენების მიცემისათვის ან ჩვენებაზე მიცემის უარის თქმისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ და პატაკი გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს. კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტის თანახმად სწორი პასუხი გვექნება ჩვენ D ვარიანტი. გამოკითხვა არის ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამშრომლის მიერ პირისაგან ნებაყოფლობით ინფორმაციის მიღება. ამასთან გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გამოკითხვის შედეგად შედგენილ დოკუმენტს ეწოდება პატაკი, რომელიც რა თქმა უნდა გამოკითხულ პირს გასაცნობად არ წარედგინება. აქედან გამომდინარე, როგორც ვთქვი, აღვნიშნეთ, სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი. ორიგი ტესტური დავალება არის შემდეგი. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელი მიზნობრივი შეზღუდვით ხასიათდება საკონტროლო შესყიდვა საგნის ან ნივთიერების შეძენისას. A ვარიანტია საგნის ან ნივთიერების შეძენა ან და შეძენის სიტუაციის შექმნა მისი შემდგომი იძულებითი გასაღების ან განადგურების მიზნით. B ვარიანტია საგნის ან ნივთიერების შეძენა ან და შეძენის სიტუაციის შექმნა მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე. G ვარიანტია საგნის ან ნივთიერების შეძენა ან და შეძენის სიტუაციის შექმნა მხოლოდ მისი პირადი მოხმარების მიზნით დანაშაულის პროვოცირების გარეშე და D ვარიანტია საგნის ან ნივთიერების შეძენა ან და შეძენის სიტუაციის შექმნა მისი სავალდებულო შემდგომი საერთაშორისო მიწოდების მიზნით. პირველი მუხლის მეორე ნაწილის D პუნქტის შესაბამისად სწორი პასუხი გვექნება ჩვენ B ვარიანტი. საკონტროლო შესყიდვა გულისხმობს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საგნის ან ნივთიერების შეძენას ან და შეძენის სიტუაციის შექმნას მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, რომელი ნიშნების არსებობისას არის აკრძალული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელება. A ვარიანტია, რომელიც ხორციელდება კონსპირაციის პრინციპის გამოყენებით და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. B ვარიანტია, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უშიშროებას ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და ეყრდნობა ღია და ფარული მეთოდების შეხამებას. G ვარიანტია, რომელიც საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს და D ვარიანტია, რომელიც დაკავშირებულია სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებასთან და იწვევს საჯარო მოსამსახურის ფარულ მონაწილეობას მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში. სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. კერძოდ, მეორე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად აკრძალული არის იმ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის იურიდიული პირის უფლებებს. აქედან გამომდინარე, სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. ორიგი მეოთხე ტესტური დავალება არის შემდეგი. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით რა სამართლებრივი წინაპირობით აქვს უფლება ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები ცალკეულ საკითხებზე და აქედან გამომდინარე ვისი თანხმობაა სავალდებულო.
A ვარიანტია დამოუკიდებლად თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნებისმიერ დროს სასამართლოს წინასწარი ნებართვით. B ვარიანტია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის, საქართველოს გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. G ვარიანტია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის საფუძველზე დადგენილი წესით საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით და D ვარიანტია თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტისა ან და პრემიერ-მინისტრის თანხმობით. სწორი პასუხი გვექნება G ვარიანტი. მეორე მუხლი კანონისა განსაზღვრავს ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კანონის საფუძველზე და კანონი დადგენილი წესით, საუბარი არის აღნიშნულ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონზე, საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის ცალკეულ საკითხებზე გამოსცენ უწყებრივი ნორმატიული აქტები. გადავიდეთ აღნიშნული განხილვის ბოლო მეხუთე ტესტურ დავალებაზე. ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით რა ვადით არის აკრძალული საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება გამჟღავნება. A ვარიანტია დანაშაულის ჩადენიდან სისხლისამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. B ვარიანტია კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 წლის განმავლობაში თუ საქმე არ ეხება სახელმწიფო უშიშროებას. G ვარიანტია ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების დასრულებიდან 30 წლის განმავლობაში და D ვარიანტი აკრძალულია გასული დროის მიუხედავად გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სწორი პასუხი გვექნება D ვარიანტი თანახმად კანონის მეხუთე მუხლის მეოთხე ნაწილისა, კერძოდ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებული საიდუმლო თანამშრომლის ან ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროს გახმაურება, გამჟღავნება გასული დროის მიუხედავად არის აკრძალული გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მიმდინარე ვიდეო განხილვაში აღნიშნული 5 ტესტური დავალება იყო, რაც მსურდა რომ თქვენთვის შემომათავაზებინა, დაგემშვიდობებით გისურვებთ წარმატებებს.